სწორი კვება. ჯანსაღი ცხოვრების წესი. ჩვენ ვსაუბრობთ ჯანმრთელობაზე მოწვეულ სტუმრებთან ერთად. საინტერესო თემები, სასარგებლო რჩევები. შექმნით თქვენი ჯანმრთელობის ფორმულა მარიამ უტიაშვილთან ერთად. მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ჯანმრთელობის ფორმულა. მე კი მისი წამყვანი მარიამ უტიაშვილი გახლავართ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემაა შაქრიანი დიაბეტი. ჩვენი გადაცემის სტუმარი კი გახლავთ ექიმი, პროფესორი, ენდოკრინოლოგი რუსუდან კვაჭახაძე. დიდი მადლობა ქალბატონო რუსუდან მობრძანებისათვის. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემაა დიაბეტი, შაქრიანი დიაბეტი და პირველი კითხვა ასეთი მექნება, როგორი არის შაქრიანი დიაბეტის გავრცელება მსოფლიოში და საქართველოში და ზოგადად რა არის შაქრიანი დიაბეტი? მოგესალმებით, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა SDASU TV-ში ისეთ აქტუალურ საკითხზე საუბარი, როგორიც არის შაქრიანი დიაბეტი და მინდა პირველ რიგში მივესალმო შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს, მათ ახლობლებს, ვინაიდან ეს მართლაც ძალიან დიდი პრობლემაა, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. შაქრიანი დიაბეტი არაგადამდებ დაავადებათა შორის ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და სამწუხაროდ ნაადრევი სიკვდილიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ შაქრიანი დიაბეტი 21-ე საუკუნის ჯანდაცვის პრობლემაა. შაქრიანი დიაბეტი ენდოკრინულ დაავადებათა, ანუ ქრონიკულ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება. ეს არის დაავადება, რომელიც მიმდინარეობს ქრონიკული ჰიპერგლიკემიით, ანუ სისხლში შაქრის მომატებით და ახასიათებს არა მარტო ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა, არამედ ცხიმოვანი და ცილოვანი ცვლის დარღვევა. შაქრიანი დიაბეტი ძირითადად აღინიშნება 40-დან 60 წლის ასაკში, ამიტომ არის ეს დაავადება ძალიან, ასე ვთქვათ, ვერაგი. იმიტომ რომ ძალიან ხშირად სწორედ ამ ასაკში იწვევს სხვადასხვა გართულებებს და სამწუხაროდ ნაადრევ სიკვდილიანობას. არსებობს შაქრიანი დიაბეტის ორი ძირითადი ტიპი. ეს არის ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტი და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი. ადრე ჩვენ ასე ვყოფდით ინსულინ დამოკიდებულ შაქრიან დიაბეტს და ინსულინ დამოუკიდებელ შაქრიან დიაბეტს. თუმცა არსებობს კიდევ გესტაციური დიაბეტი, ანუ ეს არის ორსულობის დიაბეტი, როდესაც ორსულობის პერიოდში ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამომჟღავნდება, ან უბრალოდ სისხლში აღინიშნება შაქრის მომატება. ეხლა სანამ ძირითად საკითხებზე გადავიდოდით, მინდა განვარტო რა არის შაქრიანი დიაბეტის პირველი ტიპი. ეს ძირითადად ბავშვთა და მოზარდთა ასაკში აღინიშნება, რომელიც უცბად იწყება, შეიძლება ადგილი ჰქონდეს შაქრის სისხლში ძლიერ მომატებას და ამ დროს შეიძლება სხვადასხვა მძიმე გართულებებს ჰქონდეს ადგილი კომის სახით და ასე შემდეგ. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 უფრო უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ძირითადი მიზეზი შაქრიანი დიაბეტის ერთ შემთხვევაში, პირველი ტიპის შემთხვევაში არის უფრო ის, რომ კუჭქვეშა ჯირკვლის, ანუ პანკრეასის მიერ არ ხდება ნორმალური რაოდენობით ინსულინის გამოყოფა და მეორე ტიპი, ანუ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს აქვს შემდეგ მდგომარეობას ადგილი, რომ ინსულინი გამოიყოფა კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ ნორმალური რაოდენობით, შეიძლება ზოგჯერ მეტიც იყოს სისხლში მისი რაოდენობა, მაგრამ სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ქსოვილები და ორგანოები კარგავენ გზნობელობას ინსულინის მიმართ და ამიტომ ხდება სისხლში გლუკოზის მომატება და შემდგომ სხვადასხვა სახის გართულებები. ანუ ჩვენ ასეთ მდგომარეობას ინსულინორეზისტენტობა, სამედიცინო ტერმინოლოგიით ინსულინორეზისტენტობას, ანუ ინსულინის მიმართ გზნობელობის დაკარგვას ვუკავშირებთ. ეს არის ძირითადად შაქრიანი დიაბეტის შესახებ ინფორმაცია. როგორია დიაბეტის ძირითადი სიმპტომები?
იცი ძალიან ხშირად დიაბეტი შეიძლება უსიმპტომოთაც მიმდინარეობდეს და მაშინ დადგინდეს დიაბეტის დიაგნოზი, როდესაც უკვე ძალიან მძიმე გართულებები გვაქვს, მაგრამ ისეთი ყველასათვის ცნობილი დიაბეტის სიმპტომები, როგორიც არის პირის სიმშრალე, გაძლიერებული წყურვილის გზნობა, გაძლიერებული შარდვა, წონაში კლება, სხვადასხვა ჩირქოვანი გამონაყარის და სხვადასხვა ჩირქოვანი პროცესებისაკენ მიდრეკილება, ხელფეხის დაბუჟება, ძალიან ბევრი სიმპტომებია ისეთი, მაგრამ ძირითადია ეს სიმპტომები, რომელიც ჩამოვთვალეთ. არის თუ არა დიაბეტი გენეტიკური და გენეტიკურად გადაეცემა თუ არა იგი თაობიდან თაობას? საერთოდ როგორც ნებისმიერი ენდოკრინული დაავადება, შაქრიანი დიაბეტის პათოგენეშიც გენეტიკურ ფაქტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც დედის მხრიდან, ასევე მამის მხრიდან, მაგრამ იცით, როდესაც მშობელს აქვს შაქრიანი დიაბეტი, ყოველთვის შეიძლება გარკვეული პრევენციის გზით ამ დაავადების გადავადება, ან პრევენცია, შეფერხება, ასე ვთქვათ. ამიტომ რასაკვირველია, როდესაც მშობლებს აქვთ შაქრიანი დიაბეტი, ადამიანმა უნდა მიაქციოს ყურადღება, ხშირად გაიკონტროლოს შაქარის სისხლში და მიმართოს ენდოკრინოლოგს, მაგრამ ყოველთვის არ ნიშნავს, როდესაც მშობლებს აქვთ შაქრიანი დიაბეტი, რომ შვილსაც ჰქონდეს. შვილებს დაიცვან თავი, რომ არ ქონდეთ დიაბეტი თუ სწორი ჯანსაღი ცხოვრების წესით შეუძლიათ დაიცვან. აი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს, რომელიც ასე ვთქვათ შეძენილ დიაბეტს უწოდებენ, სწორედ აი ჯანსაღი ცხოვრების წესით ეს იქნება ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა და სხვადასხვა ფაქტორების, თამბაქოზე უარის თქმა, ალკოჰოლზე უარის თქმა, სტრესისაგან რაც შეიძლება, ეს ცოტა ძნელია, მაგრამ მაქსიმალურად თავის არიდება, ნამდვილად შეიძლება შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის პრევენცია. ტიპი 1-ის შემთხვევაში, რომელიც ფაქტიურად ჩვენ მისი პათოგენეზი ბოლომდე არ ვიცით, მიზეზები რა იწვევს, ხომ? აი ამ ინსულინის, ასე ვთქვათ, პანკრეასის უჯრედების მიერ ინსულინის სრულ გამოუყოფლობას ან ნაკლები რაოდენობით გამოყოფას. აი ეგ ცოტა ძნელია პრევენციაზე საუბარი და სხვადასხვა ფაქტორებმა ეს ძირითადად ბავშვთა ასაკში ვითარდება შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და სხვადასხვა ფაქტორებმა ძალიან ხშირად აი მაგალითად წითელას ვირუსმა, გრიპმა შეიძლება პროვოცირება, ხო, არა გამოიწვიოს, არამედ პროვოცირება მისცეს ამ დაავადების ჩამოყალიბებაში. აი ტიპი 2 ის უფრო ნელა მიმდინარეობს. მისი პრევენცია ბევრად უფრო მარტივია იმ ზემოთ ჩამოთვლილი რისკ ფაქტორების გათვალისწინებით, რომელზედაც ვილაპარაკეთ. რა არის პრედიაბეტი? პრედიაბეტი თვითონ სახელწოდება მიგვინიშნებს, რომ ეს არის დიაბეტის წინა პერიოდი. ანუ როდესაც ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს დიაბეტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ადგილი ჰქონდეს შაქრის სისხლში მომატებას. ეს პრედიაბეტი ძალიან ხანდახან უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ თუ რასაკვირველია, არის ისეთი უკვე ვიცით, რომ დაუშვათ ადამიანს აქვს მომატებული არტერიული წნევა, აქვს ჭარბი წონა, აქვს გენეტიკური ფაქტორები შაქრიანი დიაბეტის და მას პრედიაბეტი აქვს, ხომ? იქ უკვე რასაკვირველია სწორი პრევენციის ჩატარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აქვს თუ არა შაქრიან დიაბეტს რაიმე გართულებები და რა გართულებებია ეს თუ აქვს? იცით, შაქრიანი დიაბეტი კი ეძახიან ტკბილ დაავადებას, მაგრამ ნამდვილად ძალიან ვერაგი გართულება და ძალიან ხშირად სწორედ შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის დასმა ხდება მაშინ, როდესაც ესა თუ ის უკვე ძიმე გართულება თავს იჩენს. ფაქტიურად ჩვენ ორგანიზმში არ არის არც ერთი ორგანო, აი ფეხის თითიდან დაწყებული თმის ღერამდე დამთავრებული, რომ შაქრიანი დიაბეტი არ ახდენდეს, უпростоროდ ქრონიკული ჰიპერგლიკემია არ ახდენდეს გავლენას, ხო? მაგრამ ძირითადი გართულებები შაქრიანი დიაბეტის ეს არის გულსიძახვა სისტემის მხრიდან გართულებები, რომელიც შემდგომ იწვევს სხვადასხვა მძიმე შედეგებს, ისეთი როგორიც არის
გულის ინფარქტი, გულის უკმარისობა და ასე შემდეგ, შეიძლება ინსულტით, ძალიან ხშირად სწორედ ინსულტის მიზეზი არის სისხლში შაქრის მომატება და შაქრიანი დიაბეტი და სწორედ აი შაქრიანი დიაბეტით განპირობებული გულსიძახთა სისტემის დაავადებები ხდება ნაადრევი სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი. გარდა ამისა, ძალიან ცნობილი, ასე ვთქვათ, გართულებები შაქრიანი დიაბეტის, ეს არის დიაბეტური რეტინოპათია, ანუ როდესაც თვალზე ხდება დიდი, ასე ვთქვათ, გავლენა ქრონიკული ჰიპერგლიკემიის და შეიძლება ადამიანმა მხედველობის ეს შეიძლება დამთავრდეს მხედველობის დაკარგვითა და სიბრმავით. შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთ ძალიან მძიმე გართულებას წარმოადგენს დიაბეტური თირკმელი, მას სამედიცინო ტერმინოლოგიით დიაბეტური ნეფროპათია ეწოდება, როდესაც ხდება თირკმლის ძალიან მძიმე დაზიანება და უკვე ადამიანი ესეთი პათოლოგიით ადამიანს ესაჭიროება უკვე დიალიზი, თირკმლის გადანერგვა და ძალიან, ასე ვთქვათ, მძიმე გართულებები აღინიშნება ამ თვალსაზრისით და ასევე სიკვდილიანობის ძირითად მიზეზებს შორის მოიაზრება. ერთ-ერთ გართულებას ასევე წარმოადგენს დიაბეტური ნეიროპათია, როდესაც ხდება, ასე ვთქვათ, პერიფერიული ნერვების, ანუ აი ქვემო კიდურების დაზიანება, ამან შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტური ტერფით გართულება, თუ ხდება ინფექციის დართვა, უკვე შეიძლება ამპუტაცია, ანუ ფეხის მოკვეთა და ასე ვთქვათ, ქირურგთან არასასიამოვნო ვიზიტი გამოიწვიოს. რა არის დიაბეტის რისკ ფაქტორები? დიაბეტის ძირითადი რისკ ფაქტორი ეს არის ჭარბი წონა და სიმსუქნე და მოგეხსენებათ, როგორც საქართველოში, ისევე მთელ მსოფლიოში სამწუხაროდ მოსახლეობის ძალიან დიდ რაოდენობას ეს პრობლემა აწუხებს. არის ქვეყნები, სადაც 50%-ზე ზემოთ აქვს მოსახლეობის 50%-ზე ზემოთ არის სიმსუქნისა და ჭარბი წონის პრობლემა. რა იწვევს სიმსუქნეს და ჭარბ წონას? პირველ რიგში არაჯანსაღი ცხოვრების წესი. ხომ, არაჯანსაღ ცხოვრების წესში იგულისხმება არაჯანსაღი საკვები, როდესაც ადამიანი დიდი რაოდენობით იღებს ნახშირწყლებს, დიდი რაოდენობით იღებს ეგრეთ წოდებულ ცუდ ცხიმებს და ნაკლები რაოდენობით ვიტამინებისა და ასე ვთქვათ, მიკროელემენტების შემცვლელ საკვებს. ასევე ძალიან დიდი პრობლემაა ბევრ ქვეყანაში, მაგალითად, ისეთ ქვეყანაში, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები, ფიზიკური ინაქტივაცია. საქართველოშიც ახლა ბოლო ხანებში ადამიანები, ასე ვთქვათ, მივიდნენ იმ დასკვნამდე, უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას სპორტს, ფიზიკურ აქტივობას, თუმცა ეს პრობლემა მაინც განსაკუთრებით დგას ქალაქში, ხო, ეს ურბანიზაციის პრობლემები, რომ ადამიანებს ეზარებათ ფეხით სიარული და ძირითადად გადაადგილდებიან მანქანით, ყველაფერი არის მექანიზირებული, ხო, ეს გარკვეულწილად იწვევს იმას, რომ ადამიანი წონაში მატულობს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორებია თამბაქოს დიდი რაოდენობით მოხმარება. ეს იწვევს დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ძალიან მძიმე გართულებებს, აი როგორც უკვე აღნიშნეთ, ქვემო კიდურების დაზიანებას, სიძარღვების შევიწროვებას, რომელმაც მერე შეიძლება სავალალო შედეგები გამოიწვიოს. ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მოხმარება და სტრესი რასაკვირველია, მაგრამ ყველა ეს ჩამოთვლილი რისკ ფაქტორები არის ისეთი მდგომარეობები, როდესაც ადამიანს შეუძლია ხო ამაზე უარის თქმა და თავისი ცხოვრების ჯანსაღი წესით, ასე ვთქვათ, მოახდინოს შაქრიანი დიაბეტის პრევენცია. სხვათა შორის ერთ-ერთი კიდევ ასეთი ბოლო ხანებში მეცნიერების შეხედულებების შეხედულების მიხედვით რისკ ფაქტორია ძილის გაუკუღმართება. ადამიანი, როდესაც ხანგრძლივად იძინებს, ან პირიქით ძილის პრობლემა აქვს და ვერ იძინებს, ესეც გარკვეულწილად იწვევს ქრონიკულად სისხლში ჰიპერგლიკემიას, ანუ შაქრის მომატებას. თქვენ ახსენეთ გესტაციური დიაბეტი და უფრო ვრცლად რომ ვისაუბროთ გესტაციური დიაბეტის შესახებ, მისი სიმპტომები, რისკ ფაქტორების შესახებ.
გესტაციური დიაბეტი, მას სხვანაირად ორსულთა დიაბეტს უწოდებენ, ეს არის დიაბეტის ის სახეობა, როდესაც ის პირველად გამომჟღავდება ორსულობის პერიოდში. ანუ ქალს, რომელსაც შეიძლება ორსულობამდე არანაირი სიმპტომები არ ქონდეს და არ ქონდეს სისხლში გლუკოზის მომატება, უკვე ორსულობა თავის გარკვეულწილად სტრეს ფაქტორი ხდება მისთვის და სისხლში იმატებს შაქარი. ამან გარკვეულწილად შეიძლება ძალიან უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს როგორც დედის ორგანიზმზე, ასევე ახალშობილზე. ან გამოიწვიოს თუნდაც სპონტანური აბორტი, ანუ მუცლად მოშლა და თუ ბავშვი დაიბადა, შეიძლება ჰქონდეს ძალიან დიდი პრობლემები ასეთ ბავშვს და რასაკვირველია, ამიტომ როგორი სახის პრობლემები შეიძლება ჰქონდეს ესეთ ბავშვს? სხვადასხვა სიმახინჯეები, შეიძლება მომავალში შაქრიანი დიაბეტის, ასე ვთქვათ, განვითარება მოხდეს ამ ბავშვში, ვინც დაბადებულია გესტაციური დიაბეტით, დიაბეტის მქონე დედისაგან, სხვადასხვა პრობლემები ზომისა და წონის თვალსაზრისით, ფიზიკური, ანუ განუვითარებლობა, გონებრივი განუვითარებლობა და ასე შემდეგ. ამიტომ ქალი დაორსულდება თუ არა, სხვა ანალიზებთან ერთად აუცილებლად უნდა გაიკეთოს სისხლის ანალიზი შაქარზე. ჩვენ წეღან ვისაუბრეთ ზოგადად რისკ ფაქტორებზე. ერთ-ერთი ყველაზე ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რატომ არის შაქრიანი დიაბეტი ესე გავრცელებული მთელ მსოფლიოში, ეს არის განათლების პრობლემა. იმიტომ რომ როგორც ორსული ქალი, ასევე ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც მით უმეტეს აქვს ეს რისკ ფაქტორები, თუნდაც გენეტიკური ფაქტორი, უნდა ჰქონდეს განათლება იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს შაქრიანი დიაბეტი, მისი გართულებები, როგორ უნდა მოვახდინოთ პრევენცია, როგორ უნდა მოვახდინოთ კონტროლი ჰიპერგლიკემიის და ასე შემდეგ. ამიტომ ეს განსაკუთრებით ორსულ ქალებში ძალიან აქტუალურია. როგორია შაქრიანი დიაბეტის გავრცელება საქართველოში და მსოფლიოში? სამწუხაროდ, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში შაქრიანი დიაბეტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება. მოიაზრება, რომ 2015 წლისათვის ეს არის მონაცემები დიაბეტის საერთაშორისო ატლასიდან 415 მილიონი ადამიანი იყო ავად შაქრიანი დიაბეტით და ესეთი ვარაუდიც არსებობს ექსპერტების მიერ, რომ თუ არ ჩატარდა გარკვეული პრევენციული ღონისძიებები 2040 წლისათვის 640 მილიონ ადამიანსაც კი ადამიანი გადააჭარბებს, რომლებიც დაავადებული იქნებიან შაქრიანი დიაბეტით. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემებია, თუმცა სამწუხაროდ ჩვენ ავღნიშნეთ ეს ფაქტორი, რომ ძალიან ხშირად მოგვიანებით პერიოდში, როდესაც უკვე გართულებებია, ხდება შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის დასმა. ამიტომ ესე არის მიღებული, რომ 2-დან 1 ადამიანს აქვს არადიაგნოსტირებული შაქრიანი დიაბეტი. ანუ ფაქტიურად, ნახეთ რამხელა ციფრებზეა საუბარი. მე ეს პრობლემა ძალიან აქტუალურია იმ თვალსაზრისითაც მთელ მსოფლიოშიც და საქართველოშიც, რომ გაახალგაზრდა დიაბეტი. ფაქტიურად ყველაზე ისეთი ასაკი ადამიანები არიან 40 და 60 წლამდე. საქართველოშიც ეს პრობლემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. დაახლოებით 100,000-ზე მეტ ადამიანს აქვს შაქრიანი დიაბეტი, მაგრამ აქაც ხომ გეუბნებით ძირითადად, როდესაც ჩვენ ამ ციფრებზე ვსაუბრობთ, აქ ლაპარაკია ტიპი 2 დიაბეტი, იმიტომ რომ ტიპი 2 დიაბეტი მთელ დიაბეტის კლასიფიკაციაში იკავებს 90%-მდე. ამიტომ ტიპი 2 დიაბეტის დიაგნოზის დასმა ხშირად ხდება უკვე ძალიან დაგვიანებით და საქართველოში, როდესაც ლაპარაკობთ, რომ 100,000-ზე მეტ ადამიანს აქვს შაქრიანი დიაბეტი, უნდა ვივარაუდოთ, რომ გაცილებით უფრო მაღალია ეს ციფრი. როგორია შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა, სიმპტომები ან პროფილაქტიკა ბავშვებში? ბავშვთა ასაკში ძირითადად ჩვენ აღვნიშნეთ, რომ უფრო გვხდება დიაბეტი ტიპი 1.
ამ პრობლემასთან დაკავშირებით საქართველოში არსებობს სპეციალური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მოიცავს ინსულინით მომარაგებას ყველა ბავშვი, ვისაც აქვს რასაკვირველია ეს პრობლემა, შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებები, ამიტომ ეს ძალიან კარგი პროგრამაა იმ თვალსაზრისით, რომ ფაქტიურად საქართველოში მცხოვრები არც ერთი ბავშვი არ არის მოკლებული, მის მშობლებს არ ჭირდება ინსულინის ყიდვა, იმიტომ რომ ამასთან დაკავშირებით ხდება არა მარტო ინსულინით უზრუნველყოფა, არამედ მუდმივი კონტროლი ასეთი ბავშვების და რაც თავარი არსებობს სპეციალური დიაბეტის სკოლა, სადაც ხდება სწავლება, როგორ უნდა მოიხმაროს ბავშვმა ინსულინი, როგორ უნდა მიაქციოს ყურადღება სიმპტომებს, ხომ არ ხდება მისი ასე ვთქვათ, სხვადასხვა გართულებები ხომ არ აქვს, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში ძალიან მძიმედ მიმდინარეობს ჰიპოგლიკემიური კომები და პრეკომები, ანუ როდესაც სისხლში ხდება ინსულინის ინექციის შემდგომ შაქრის დაქვეითება და ამას შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები გამოიწვიოს. ამიტომ ამ თვალსაზრისით საქართველოში მართლაც ძალიან კარგად დგას ეს ჯანდაცვის ეს პრობლემა. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში მსოფლიოში, საქართველოშიც ასევე ადგილი აქვს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის გავრცელებას. ანუ იმ დიაბეტის გავრცელებას, რომლის საფუძველია ჭარბი წონა. სამწუხაროდ, ჩვენი ბავშვების უმეტესი ნაწილი ჩვენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ჩავატარეთ რამოდენიმე კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით და აღმოჩნდა, რომ ბავშვთა ასაკში საქართველოში განსაკუთრებით რატომღაც იყო იმერეთის რეგიონში მაღალი იყო ძალიან ჭარბი წონისა და სიმსუქნის ციფრები. ეს რასაკვირველია წინაპირობა, ჩვენ ვახსენეთ პრედიაბეტი, წინაპირობა შაქრიანი დიაბეტის ტიპი 2-ის გავრცელების. ნუ პრევენცია რა არის? აქ ისევ და ისევ ტიპი 2-ის პრევენცია, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, ანუ ფიზიკური აქტივაცია, ზოგადად ასე ვთქვათ, ჯანსაღი საკვები, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ბავშვს უყვარს ხომ იგივე ტკბილეული, სხვადასხვა სწრაფი კვების პროდუქტები, ძალიან ასე ვთქვათ, საზიანოა ბავშვის ჯანმრთელობისათვის ტკბილი გაზიანი სასმელები და აი ესეთი მდგომარეობა, ასეთი არაჯანსაღი კვება, რასაკვირველია წინაპირობაა უკვე შაქრიანი დიაბეტის გავრცელების. როგორია შაქრიანი დიაბეტის ისტორია, როდესაც არის ეს პრობლემა აქტუალური საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში და როგორც ვიცით, დიაბეტის საერთაშორისო დღე არის 14 ნოემბერი და რას უკავშირდება, რატომ არის მაინც 14 ნოემბერი დიაბეტის საერთაშორისო დღე? შაქრიანი დიაბეტის ისტორია ისეთივე ძველია, როგორც მე ვქონი კაცობრიობის ისტორია, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1500 წელს ხომ აღწერილია პაპირუსებში შაქრიანი დიაბეტის სიმპტომები. ანუ ადამიანები, რომლებსაც აქვთ გაძლიერებული წყურვილის გზნობა, გაძლიერებული შარდვა და აი ამაზე იყო გამახვილებული ყურადღება. კაცობრიობა ყოველთვის ასე ვთქვათ აქცევდა ყურადღებას ამ დაავადებას, მაგრამ არ იცოდნენ რით იყო განპირობებული, ხო? და იყო ესეთი შეხედულება, რომ ეს დაავადება რომ არ განვითარდეს, რომ არ გამოიწვიოს სიკვდილი, ავიგზალოთ საერთოდ საკვები, ხო? და მხოლოდ აი მე-19 საუკუნის ბოლოს მინკოვსკი იყო ესეთი მეცნიერი, რომელმაც დაადგინა, რომ შაქრიანი დიაბეტის გამომწვევი, ანუ იყო სწორედ აი ჩვენ ორგანიზმში არსებული კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ რაღაცა ჰორმონის გამოუყოფლობა. თვითონ ეხლა სახელწოდება ძალიან საინტერესოა. წარმოდგება დიაბეტი, ასე ვთქვათ, ბერძნული სიტყვა და გადინებას ნიშნავს. რატომ? იმიტომ რომ
ფაქტიურად ადამიანს აქვს გახშირებული შარდვა და მუდმივად ხდება შარდით, ასე ვთქვათ, სითხის გამოყოფა. აი უკვე სწორედ აი ამ მეცნიერის მიერ მე-19 საუკუნის ბოლოს დადგინდა, რომ ჩვენ ორგანიზმში არის რაღაცა გარკვეული ასეთი ნივთიერება, რომელსაც ინსულინი ეწოდება და აი ამ ინსულინის გამოუყოფლობა იწვევს სისხლში გლიკემიის, ანუ შაქრის მომატებას. 1921 წელს ხდება ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, კიდევაც შეტანილია კაცობრიობის აღმოჩენებს შორის, ესეთი მეცნიერი იყო ფრედერიკ ბანტინგი, რომელმაც დაადგინა, რომ უпростоრად მოახდინა გამოყოფა ინსულინის სხვადასხვა ცხოველიდან, სხვადასხვა ცხოველის კუჭქვეშა ჯირკვლიდან, სხვათა შორის აი ძალიან კეთილშობილური საქმე გააკეთა, იმიტომ რომ აი ეს მეცნიერი ახალგაზრდობაში აკვირდებოდა, რომ ძალიან ბევრი მისი ახლობელი, ნათესავი სწორედ ამ ვერაგი დაავადების გართულებებისაგან კვდებოდა და თავის, ასე ვთქვათ, კოლეგებთან ერთად მოახდინა აი ეს გამოყოფა კუჭქვეშა ჯირკვლიდან ინსულინის და აი ეს ინსულინი, ასე ვთქვათ, შეუყვანა ძაღლს, რომელსაც ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი. და აღმოჩნდა, რომ ძაღლი გამოჯამრთელდა, სისხლში დაურეგულირდა შაქარი და ძალიან კარგად გზნობდა თავს. ამის მერე უკვე იწყება კვლევები, რომ როგორ მოხდეს ინსულინის გამოყოფა სხვადასხვა ცხოველიდან, რომ ეს გამოვიყენოთ ადამიანისთვის, ხო? ამასთან დაკავშირებით 14 წლის ბავშვს პირველად, ასე ვთქვათ, შეუყვანეს ინსულინი, რომელიც გამოყოფილი იყო ძროხის კუჭქვეშა ჯირკვლიდან და ამ ბავშვთანაც მოხდა ძალიან კარგი ცვლილებები სისხლში, ანუ შაქრის სისხლში რეგულაცია მოხდა და ნორმალიზაცია. ამისთვის მას ნობელის პრემიაც კი მიანიჭეს, მაგრამ იმდენად, ასე ვთქვათ, კეთილშობილი ადამიანი იყო, რომ მარტო თვითონ კი არ მიიკუთვნა ეს ჰონორარი აი ამ ნობელის პრემიის, არამედ თავის კოლეგებსაც გაუყო. და სწორედ აი ეს 14 ნოემბერი მისი, ასე ვთქვათ, დაბადების თარიღია. 14 ნოემბერს დაიბადა ფრედერიკ ბანტინგი და აი ამიტომ დიაბეტის საერთაშორისო დღედ მიჩნეულია 14 ნოემბერი. 1991 წლიდან აღნიშნავენ ამ დღეს და ოფიციალურად 2006 წელს უკვე 14 ნოემბერი აღიარებულია დიაბეტის საერთაშორისო დღედ. 145 ქვეყანაში აღნიშნავენ ამ დღეს. საქართველოში ჩვენ ყოველთვის ძალიან, ასე ვთქვათ, ყურადღებით და ასე ვთქვათ, დიდი ენთუზიაზმით აღნიშნავთ სხვადასხვა ენდოკრინოლოგიურ დაწესებულებებში, კონფერენციების ჩატარება ხდება, განათლება, ასე ვთქვათ, და ასევე სხვადასხვა აქციები ტარდება ამ საკითხთან დაკავშირებით, პაციენტების უფასოდ მიღება. ნუ ეს უკვე ჩვენ საქართველოში ისევე როგორც მთელ მსოფლიოში ტრადიცია გვაქვს. კიდევ აი ძალიან მნიშვნელოვანია რა, რომ 2006 წელი არსებობს ესეთი მსოფლიო ჯანმრთელობის დღე, რომელიც 7 აპრილს იმართება და 2016 წელს მსოფლიო ჯანმრთელობის დღის მთავარი თემა იყო დიაბეტთან ბრძოლის დღე, იმიტომ რომ ეს პრობლემა მთელ მსოფლიოში ძალიან აქტუალურია და სწორედ აი მთელი 2016 წელი აღიარებულია აი ამ დიაბეტთან 2016 წლის ძირითადი თემა არის დიაბეტთან ბრძოლის თემა. როგორია დიაბეტის ლოგო, რომელიც თქვენ გიკეთიათ მაისურზე და რა მნიშვნელობა ენიჭება ამ ლოგოს ზოგადად აი ამ დიაბეტიანთა დღის ან ზოგადად დიაბეტიანთა ასოციაციისთვის? ხო, ეს არის სპეციალური სიმბოლო დიაბეტის დღის აღსანიშნავად, ანუ ესეთი ცისფერი რგოლია და ცისფერი ფერი არის სიმბოლო იმისი, რომ ჩვენ ყველა გაერთიანებული ვართ ერთი ცის ქვეშ და ეს რგოლი კი რომ მთელი მსოფლიოს მოსახლეობა, რომლისთვისაც მართლაც ძალიან აქტუალურია ეს პრობლემა, გაერთიანებული ვართ ერთად, რომ ვებრძოლოთ აი ამ დაავადებას.
რომელ გამოჩენილ ადამიანებს ჰქონდათ დიაბეტი და რომელი გამოჩენილი ადამიანები ებრძვიან დიაბეტს ამ დროისთვის? იცით, აი ყოველთვის, როდესაც დიაბეტზე ვსაუბრობთ, მახსენდება ესეთი გერმანელი მეცნიერია მიშელ ბერგერი, რომელიც ამბობს, რომ დიაბეტი ეს არ არის დაავადება, ეს არის ცხოვრების წესი. ის გავს მანქანის მართვას საცობების პირობებში, მხოლოდ უნდა ვიცოდეთ მოძრაობის წესები და მართლა ძალიან მსოფლიოშიც და საქართველოშიც არის მაგალითი იმისა, რომ ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანი, გამოჩენილი ადამიანი ავად იყო შაქრიანი დიაბეტით, მაგრამ მიუხედავად ამისა, თავის კარიერას ძალიან ასე ვთქვათ, წარმატებას აღწევდნენ კარიერაში. რა ვიცი, ძალიან ბევრი მწერალი, სპორტსმენი, იგივე მაგალითად ცნობილი ფეხბურთელი პელე ბავშვობიდან იყო დაავადებული შაქრიანი დიაბეტით, მაგრამ რა წარმატებებს მიაღწია სპორტში ეს ცნობილი ჰოკეისტი ბობი კლარკი, რომელიც ბავშვობიდან იყო შაქრიანი დიაბეტით დაავადებული და მას აუგრძალეს კიდევაც სპორტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისეთი ძლიერი ნებისყოფა იყო, რომ სწორედ აი თავისი ჯანსაღი ცხოვრების წესით ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწია, მსოფლიო ჩემპიონი იყო და ასე შემდეგ. მწერლები ბევრი, მაგალითად ედგარ ალან პო, გელბერტ უელსი, ესეთი ცნობილი, ასე ვთქვათ, მწერალი, რომელსაც ძირითადად ფანტასტიკური მოთხრობები აქვს და მან კიდევაც ჩამოაყალიბა დიაბეტით დაავადებულთა პირველი ასოციაცია. ბევრი მსახიობი შაქრიანი დიაბეტით იყო ავად და არის ავად და ძალიან წარმატებულად აღწევს თავის წარმატებები აქვს კარიერაში. ისეთი დაავადება, ისეთი ცნობილი დაავადება, ბევრ პოლიტიკოსებს სხვათაშორის შაქრიანი დიაბეტი ჰქონდათ, იგივე მაგალითად ნიკიტა ხრუშოვს, გორბაჩოვს ჰქონდა მაგალითად დიაბეტი, მაგრამ ხო გეუბნებით, ზოგ შემთხვევაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით თუ არ დაცვით, მაინც კარიერაში დიდი წარმატებები ჰქონდა. ძალიან დიდი მადლობა მინდა რომ გადაგიხადოთ სტუდიაში მობრძანებისათვის ქალბატონო რუსუდან. ეს იყო გადაცემა ჯანმრთელობის ფორმულა. ჩვენ საუბრობთ დიაბეტზე, მე ამით გემშვიდობებით, ნახვამდის. სწორი კვება. ჯანსაღი ცხოვრების წესი. ჩვენ ვსაუბრობთ ჯანმრთელობაზე მოწვეულ სტუმრებთან ერთად. საინტერესო თემები, სასარგებლო რჩევები. შექმნით თქვენი ჯანმრთელობის ფორმულა მარიამ უტიაშვილთან ერთად.